შემდეგ 12-16 წლების პროგრამატურების ხდომაა. რა ნამუშევარი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით. მოდი, საერთოდ წაგიკითხავთ, ჩატარებულა აქამდე ეს სოფლიო ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი რაც ამისთვის არის გასაკეთებელი, გავაკეთებთ და დავახვედრებთ მაღალი დონის ორგანიზებულ ღონისძიებას ჩვენს დედაქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა წინამოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ და ტერიტორიების გამოყოფა ზე ვიმუშავეთ სპორტის სამინისტროსთან ერთად და შესაბამის ფედერაციასთან ერთად, ასევე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კომპონენტზე გავაგრძელებთ მუშაობას და სტუმრების მიღება დაცლებასთან დაკავშირებული საკითხები, ეს იქნება ის აუცილებელი რამ, რაშიც თბილისის მერია აქტიურად ჩაერთვება, ისევე როგორც შესაბამისად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ გამოურიცხავთ, რომ სხვა დამატებით აქტივობებშიც ჩავერთვეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ 2017 წელს ეს ჩემპიონატი. საზოგადოებას ეს არის უდიდესი აღიარება იმ ერთობლივ შრომისა, რომელსაც წლების მანძილზე ეწეოდა რაგბის კავშირი, სპორტის სამინისტრო, თბილისის მთავრობა და რა თქმა უნდა პარტნიორები, ვინც ეხმარებოდნენ რაგბის კავშირს, რომ ეს ამდენად დიდი ნდობა მიეღოთ სოფლიო რაგბის მამებისგან. ეს არის ძალიან დიდი აღიარება და ამავდროულად გამოწვევა ჩვენთვის, სპორტულ საზოგადოებისთვის, ხელმძღვანელობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სათანადო დონეზე უხელმძღვანელებთ. უახლოეს დღეებში უკვე სპეციალური კომისია შეიკრიბება, რომელიც დაიწყებს მზადებას ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. წინასწარ რაც არის ცნობილი, შეიძლება ვთქვათ და დავამოწმოთ, რომ ერთობლივი სტადიონები გაკეთება, როგორც რაგბისთვის, ისე ფეხბურთისთვის, ეს ძალიან კარგი იქნება ინფრასტრუქტურა, გაძლიერდება ორი სპორტის სახეობისთვის და მთელი რიგი ღონისძიებებია, რომელიც აუცილებელია, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს მაღალ დონეზე.